მოგესალმებით ქალბატონ ნინო. ნამდვილად ვიზიარებთ იმ თქვენ და იმ ოჯახების ამ ტრაგედია. ახალგაზრდა ბიჭი გამოვა 40 წლის როგორ დახურულ სასჯელ აღსრულების მეროესა იმაში რო ხარ. ტრაგედია წლები რო ხარ დახურულ სისტემაში. თან უსამართლოდ. მე მინდა მაყურებელს და საზოგადოებას მოუყვე ახლა ჩვენ რო საუბრობთ აქ რაღაცნაირად ამოგლეჯილად გამოგვდის ხან ერთ ეპიზოდზე საუბრობთ ხან მესამე რაღაცნაირად და მე მინდა მივყვე ამ დაბადების დღიდან რა მოხდა და ბოლომდე გავიდეთ ერთიანად რომ წარმოდგენა ის ზუსტი წარმოდგენა გქონდეთ მაყურებელს ზუსტად რა მოხდა იქ. ესე იგი დაბადების დღის შემდეგ რომ მოხდა იქ ჩხუბი, რო სცემეს ჩვენი ბავშვები, რო წამოვიდნენ იქ ხო ვახოს თან იქ სადღაც წყნეთში უპატრონოთ ეს ბავშვები ახალგაზრდები არც ვინმე უფროსი არისო არა წყნეთში არ არიან იქ არიან მცხეთის რა მნიშვნელობა აქვს უპატრონოთ გაუშვეს ეს გოგობიჭები, ნუ მაინც გოგობიჭები არავინ ზედამხედველი არ ყავდათ. 17-18 წლის ბავშვები არიან, მეტის არა. ახალი სკოლა დამთავრებულები. ხო და იქ რო ჩხუბი მოხდა. ვახოს ხო დანის ვახოს ვიცი დანის ტარი ჩაარტყეს თავში და ეხლა რა ხდება? ამ იმ თემაზე რო იქ ჩხუბი მოხდა, იმათ ხო სცემეს კრამიტები ურტყეს ბავშვებს ყველას თავებში, სულ ყველას ერთი აწოდებდა, მეორე ურტყავდა ესე ძალიან ბევრს თავები ჰქონდათ კრამიტებით გატეხილი და ვახოს საერთოდ ხო სისხლს ასხავდა და აქედან ახლა დანის ტარის ხმარება წელზევით როცა ცივი არ ახსმარო ხო არის ეს განზრახმკვლელობის ცდილობა ხო, განზრახმკვლელობის ცდილობაზე რამდენია? ამ საქმიდან, ამ ეპიზოდიდან, როგორც ამოღებულია ეს დანის ტარი, ისე ამოღებულია ეს მუხლი და საერთოდ ეს ყველაფერი გამქრალია. მარტო ჩხუბის თემა აქვს შეფარდებული და ისიც 6 თვით იყვნენ და 6 თვეში მოუხერხეს. ეს ჩაწყობა ზევით რო ყავთ ხალხი. აქედან წამოსულები ხო ჩამოვიდნენ ნახალოვკაში და აქედან რომ მიბრუნდნენ ორი მანქანით ჩვენები. პირველი მანქანა მერსედესი მიდის. ჟვანიას და იმ საქმიდან კარგად ამოიღეს ეს რა ქვია დანის ტარი იმ ეპიზოდიდან. ამ ეპიზოდზე ჩემი ადვოკატი რო იყო გაბოძე რო ამასთან რო განვიხილავდითო აქო ამ დანი იმასო რა ქვია ვერ დავმალავთო თუ დანის ტარი დამალეთ ერთი რკინის ნაჭერის დამალვა რატო არ შეიძლებოდა ეხლა ვერ გავიგე თუ დანის ტარი არაფერიც არ უნდა დამალო საერთოდ სიმართლე თქო და უნდა გამოიძიო სიმართლე არ არის აქ არაფერი დასამალ როცა ხდება როგორია გამოძიება სიმართლეზე უნდა იყოს ხო ეს გაბოძე ყოფილი პროკურორი ხო არის ყოფილი პროკურორი მე რო პროკურორების ადვოკატი შემოგაპარეს შემომასაღეს ხო და ამასო ვერ ამოვიღებთო თუ იქ იმ დანის ტარის ამოღება შეიძლებოდა, რკინის ნაჭრის ამოღება რატო არ შეიძლებოდა, მაგრამ პროპაგანდა ტელევიზიებს ხო უნდა აეწყოთ რაღაცაზე. და ეს კარგი ის იყო, რკინის ნაჭერი და მე მთელი ტელევიზიები ამაზე ლაპარაკობდნენ, რომ შეიარაღებული იყვნენ რკინის დრინებით და ამეებით და ნახალოვკაში და დაარაზმეს და დააორგანიზეს და ამ ესე და ისე რა ნახალოვკას ისეთ სახელი აქვს თითქოს ყველა ძველი ბიჭი და ხო არაპირებდნენ წასვლას და რო წავიდა ეს ჟვანია შეხვდნენ ისინი მოდიოდნენ და მოჰყვებოდნენ ამ ბავშვებს და ხითთან რო შეხვდნენ აქ მოუვიდათ ჩხუბი და 41 წამი მიდის იქ ჩხუბი 41 წამი ვის და ვის შორის პირველ მანქანას და საბურთალოელებს შორის უკვე
იქ მოხდა ჩხუბი საბურთალოელებსა და ჩვენ შორის და წამოვიდნენ და რომ მიბრუნდნენ ნახალოკელები უკვე ჟვანიას იქ ხო დაურეკა ორმა ბავშვმა მოგდევენო ისევო და გავარდა მანქანით და ეს ტატიაშვილის მანქანით და ეს რკინის ნაჭერი ეჭირა ხელში და 51 წამი მიდის ჩხუბი და ვარდება ქათამაძე ძირს და ხელს აღარავინ არ ახლებს განსხვავებით იმისგან რომ იქ უწიხლებით წემეს დაგდებული ბავშვები ხო და რომ აქ რომ მორჩნენ აქედან გამოიქცნენ ამირხანაშვილი და შაქარაშვილი და ხიდზე მოდიან 4-ნი ჩვენი მანქანა რომ მიდის უკვე კამრი აი ესე ხიდის ბოლოში დგას 4 ადამიანი ეს ვიდეოში ჩანს მაგრამ ეს ვიდეოებში რაც ჩანს პროკურატურისთვის არ ჩანს დაკვირვებული თვალისთვის და ნორმალური სპეციალისტვის რო დააკვირდები ჩანს მაგრამ პროკურატურისთვის არ ჩანს ჩანს ესე 2-ნი რო დგანან 4-ნი და ერთმანეთს რო აი ესე თავებით და ერთი ურტყავს მეორეს ვარდება და აი ამ დროს ჩერდება ჩვენი მანქანა და გაგნიძე ეუბნება ვასოს რომ არ გააჩერო უკვე ესენი რომ არ გააჩერო ამან მაინც რატომღაც გააჩერა და ეს რომ ამას და ეს გარბის და ჩვენი მანქანა მიზეზი იყო ჩვენებიც ხო გადმოვიდნენ და ესენი რომ გაიქცნენ გაგნიძე ეს დიდები მიყვონდა ნუ გარბი ხართო იმიტომ რომ იქ მოძრაობა იყო და არ დაგეჯახოთ არაფერიო მაგრამ ამაც უსხვანაირად შეფუთეს რომ მიყვებოდნენ დრინებით და მთელი ამბებით და ესენი ხო გამოეკიდნენ აქ ვახო ჩაიკეცა ან და ცუდად გახდა იმიტომ რომ სისხლი ქონდა დაცლილი და რაღაცა და გაგნიძემ და უთხრა რომ წაიყვანე ეს და წამოვიდნენ ჩასხდნენ მანქანაში მოაბრუნეს საგურამოსთან მოვიდნენ ამასობაში გადადიან ესე და იქ ფერად შენობასთან უკან ნახულობენ ამირხანაშვილს ესენი რო გაიქცნენ შუაში ქათამაძე იმ ჩაწვა იქით ახვლედიანი დაიმალა ქვევით და ეს ფხაკუნი ისმოდა და იმის იქით არის ხრამი და ეს დაინახა კაკიმ და არ ჩავარდე იმას ეუბნება ამირხანაშვილს და იწევს და რამის კაკიც გადაყვა და ეს ორთავე კიდე გაგნიძემ ამოიყვანა ხო და რომ მე კიდევაც ამბობს ეზოში რომ ჩამოდის გაგნიძე რომ ბავშვები რამის ჩამივარდნენო იქო მაგრამ ამ ბრალში ეს ყველაფერი აღარ არის ამოღებული აქვთ რომ იქ საერთოდ არ გადასულან ეს დიდები და მე ეს მანქანა ბრუნდება მოდის აქ ვერავის ვერ ნახულობს იმიტომ რომ დამალულები არიან ამირხანაშვილი უკვე ნანახი ყავთ ამათ და მოყავთ თბილისში და ძალიან მშვიდად ჩამოყავთ იქ ახლა 9 ჯერ გვაქვს ნათქვამი რა გზაში რა საუბრები მიდის და რაღაცა და აქ პირველ საათზე ბრალი ესეთია მე უკვე თვენახევრის შემდეგ რომ აიმათ 11 წუთში რომ აქედან გადავიდნენ აქედან ამ დიდებმა ალყა დაარტყეს აქედან ესენი ჩაყვნენ ჩავიდნენ იმ სადღაც ნაპირზე 5 კაცი გადახტა თავს იკლავდნენ იმ ხრამებში რატომღაც ჩაყვნენ ცემეს და გადააგდეს და ამოვიდნენ ეს შაქარაშვილი და ამოვიდნენ და მერე ჩაისვეს ეს მოასწრეს ეს 11 წუთში და მერე ჩაისვეს ეს და მოჰყავს ეხლა მე რატო უყვები იცი ეს ვინც გვისმენს და გვიყურებს მინდა რომ ეს მონახაზი ზუსტად იცოდნენ რა ხდება და ეს ხო წამოიყვანეს უკვე პირველ საათზე მორჩა აქ ჩვენები უკვე აღარ არიან პირველ საათზე იქ წამოიყვანეს ამ დროს აქ გამოდიან ქათამაძე აქ დამალული სადაც იყო ახვლედიანი იქვე სადაც იყო დამალული გამოდიან და კიდე ბრეგაძე და ესენი უკვე ამირხანაშვილი წამოსულია ბრეგაძე იქით არის ვითომ სადღაც დამალული იქიდან მეორე მხრიდან იყურება დაუმთავრებელი სახლი რო ხო და 2:30-ზე ახვლედიანს 18 ზარი აქვს გაკეთებული საბურთალოს ტერიტორიაზე პანიკაშია და ბიჭი იმიტომ რომ
დაზუსტებული მორჩა ყველაფერი ხო? მორჩა ბრალის მიხედვით ჩვენებმა ვითომ შაქარაშვილი ამ დროს 2.5-ზე აგენ ახვლედიანს ყავს კომაში ჩავარდნილი შაქარაშვილი ხელში შერჩენილი და პანიკაშია და რეკავს 18 ზარია განხორციელებული საბურთალოს ტერიტორიაზე მომეშველეთო ვიღაცებს ურეკავს 2.5-ზე შედის ზარი იმასთან რა ქვია ახვლედიანთან ვინმე დევი წულუკიძე ეს მე ჟურნალისტები რასაც ვლაპარაკობთ ახლა ეს ნაწილ ყველაფერს ტელევიზიებიც აშუქებდა ჩვენც რაღაცებს ვიძიებდით და დევი წულუკიძე ვინმე ურეკავს ახვლედიანს ეს მე იმითი რა ქვია Facebook-ში გაიშიფრა რომ თეთრ ხალათით აქვს სურათი უდევს ანუ ექიმია და გულის კარდიოლოგი რატო ურეკავს კარდიოლოგი ახლა ვიღაცა იმ 18-დან ამან როზარი გააკეთა და არეკინა კარდიოლოგს სავარაუდოდ ეს კომაში ჩავარდნილი ბავშვი შერჩენილი ყავთ ამათ ხელში და კარდიოლოგი ექიმი გამოიძახეს რატო არის ეს ბავშვი რატოა და იქ მანქანა დაეჯახა აი მაგია ეგ არის აი იქიდან დასავლეთის მხრიდან მოდის მანქანა რომელიც იქ ჩადის და აღარ ჩანს იქიდან ამოსული აღარა ჩანს აი ყველაზე საინტერესო რომ მანქანამ დაარტყა და ის დარტყმა ადვოკატი რო ეკითხება ექსპერტებს ეს დარტყმა მანქანის არის თუ არ არის ისე უნდა ეს ყველანაირად შეიძლება როგორ ბარდიური დაეჯახა დაეჯახა მანქანა ხო და დავარდნილი შერჩათ ამათ ხელში ეს ხო და ეს რომ და თუ ესესი არ არის დადონ გაგვიშიფრონ ის 18 ზარი რაზე რატო ჩავარდებოდა შიშისგან შაქარი ქონდა ამას არავინ გეუბნება საქმეში ეს არა ჩანს რომ ის კომაში ჩავარდნილი იქ არის მაგრამ ჩვენ ვიცით რომ იქ კომაში ჩავარდნილი ნახეს იმიტომ რომ მე გამომძიებლები აი ამ ადამიანებს ვინც იქ მთელი ხო დილამდე მანქანებით იდგნენ საქმეში რო არა ჩანან ძალიან ბევრი დაკითხვების კამერა რო ჩამოაგდეს და მთელი ისა დაკითხვების დროს ამ ადამიანებს ეკითხებიან მანქანებით ვინც არიან შენ მანქანით ატარე შაქარაშვილი შენ მანქანაში იყო ესე იგი თუ ჩვენ პირველ საათზე უკვე გადავაგდეთ და ისე წამოვედით პირველის შემდეგ ვინ ატარებდა კომაში ჩავარდნილ იმას რა ქვია ან სასწრაფოს არ დაუძახეს ან რაღაცა ხო და აქ იმ საღამოსვე იქ ერთვება პოლიცია მცხეთის პოლიცია ერთვება და სუსი ერთვება ამ საქმის დასალაგებლად იმიტომ რომ იქ სუს რო გადაიწვა ამ საბურთალოს მხრის დნმ-ები რო წაეშალათ იქ ის ხო გადაწვეს ვითომ რაღაცა ჯართის ზღაპრები რო დადგეს და იქ ერთ-ერთი და იმ პერიოდში როცა ეს საქმე ლაგდებოდა არა სუში ისევ გოგაშვილი მუშაობდა გოგაშვილი მაჩალიკაშვილის საქმის შემდეგ ვითომ თანამდებობიდან ჩამოცილებული იყო და სინამდვილეში არაფორმალურად მაინც მუშაობდა და ეხლა ზუსტად ესე ხელის იმით არა მაგრამ იქ კულუარულებიდან გოგაშვილს აქვს ნათქვამი თავის ძალიან საახლობლოში რომ ეს საქმე მე დამალაგებინესო მაგრამ მე მალევე დაიჭირეს გოგაშვილი ხო და თუ გოგაშვილი დასაჭერი იყო და ესეთი ადამიანი იყო რატო არ გაირკვა ეს საქმე ეს ჩვენი ამისი შეკერილი საქმე იმიტომ ხო არა 8 საათიანი ფირი ქონია გოგაშვილს რომელსაც ეძებდნენ რასაც აკეთებდა ყველაფერს იწერდა და შენახული აქვს და თვითონ აქვს თურმე ნათქვამი მე დამალაგებინესო მაგრამ როგორც არ უნდა დაგალაგებინონ აი ესეთი ბინძურად როგორ უნდა მოიცნო ადამიანის ეს გოგაშვილი არა ფარცხალაძე არა ფარცხალაძე პროკურატურას კურირებდა იმ პერიოდში გამოჩნდა რომ ნაძირლები იყვნენ ამათშიც კი ხო და ამათი შეკერილი საქმე რატო არ არის ნაძირლების შეკერილი საქმე ხო და რატო არ უნდა გადახედონ სხვა საქმეებს კერავდნენ ამასაც შეკერავდნენ ხო ამიტომ რო შეგავთ
თქვენ ხო შეიტანეთ გენპროკურატურაში განცხადება რატო არ განიხილა გენპროკურატურამ იმ ცუდი ადამიანებს თავისი ხედვით ამათი ხედვით ცუდი ადამიანების საქმე სადაც ერთი რო წაიკითხა იმ დალოცვილს ხო ნახავდა რომ ეს საქმე შეგერილია მე ვერ არაფერი მარტო დადონის 18 ზარი რას ითხოვს და უკვე ახალი გარემოებაა და საქმის ახლიდან გამოძიების საბაბია. დამოუკიდებელი ექსპერტი ხო ამბობს რომ ესა მანქანის დანარტყამი. არა ექსპერტი მაგას არ ამბობს. დამოუკიდებელი ხო თქვა. არა, დამოუკიდებელი ექსპერტმა ის ორი ინთება ორი ნატურა. ეს როჯდებიან მანქანაში. ამაკ შაქარაშვილს დაარტყა მანქანა. არა, ესო აქ ხო არავინ არ ამბობს რომ მანქანაა დარტყმული. აქ ამბობს რომ გადავარდა ბავშვი. საქმეს ესე იძიებენ და სასამართლო იმ კუთხით მიდის რომ ბავშვი ჩვენებმა ჩააგდეს. და მიდის და იქ უკვე იმას ამბობენ რომ ჩაგდების დროს ეს დაზიანება ესეთი ექნებოდა რომ აი ამ მეტრიდან ამდენი მეტრიდან გადავარდნის დროს ამდენი მეტრიდან აი ესეთი კითხვები ისმის იქ საერთოდ ნახსენები არ არის რომ კომაში ჩავარდნილი იპოვეს და ათრიეს და მეოთხე დღეს რო ჩააგდეს და მუხლამდე წყალში რო დაახჩვეს ჩადეს ბავშვი უკვე და მე იცი რა მაინტერესებს დედა რო არის დედა რო ვიყო და ჩემი შვილი კომაში იყვეს და მე არ მაჩვენონ ესე ათრიონ და მე წყალში ჩააგდონ ბოლო მოფერების საშუალება არ მომწევ მერტო მოპატიე მაგრამ ერთმა ისიც მითხრა რომ ოჯახმა ფული აიღო ეხლა არ მინდა დავიჯერო ნამდვილად რომ ხო და საქმეს ეთყობა კაი თქვა ფული არ აიღო როგორ არ გაინტერესებს მართლა რა მოუვიდა შენ შვილს კაცო მაპატიონ ეხლა მაგრამ ღმერთმა სიმართლე არ გაინტერესებს სიმართლე მე ეს ხუთი ბიჭი რო იღუპება კაცო იქნებ ტყილა იღუპება და რატო იღებ შენ თავზე ამ ხელა ცოდვას მოდი შენ თვითონ ჩაერთე ღმერთი იყურება ზევიდან და ღმერთისთვის დრო და ის არ არსებობს წარსული და მომავალი უბედურება მოხდა ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა იყურებ შენი ხვის შვილების მიმართ რანაირი განწყობა გაქვს და ესე გემართება ცხოვრებაში ძალიან ცუდია ეს ამბავი იმიტომ რომ ეხლა ეს ხო არ დაიმალება როდესღაც ხო გამოჩნდება გამოჩენილიც არის და გადაჩენილიც მაგრამ ისე არიან ეს ბავშვი მერე არსებობს ეს ვერონიკა არონია 15 ივლისს გოგო მოდის ვაზისუბანში და 19 წლის ბავშვიანი გოგო მოდის ვაზისუბანში რომელიც მერე პოლიციაში აცხადებს რომ სამნი მოდიოდნენ და აი ამ იმას დახედეთ ამ დროსო სათვალთვალოსო ერთმანეთს ეუბნეოდნენ რომ რო ჩავაგდეთო წყალშიო შაქარაშვილებმა რო გაგვიგონო რა ასე გვეტყვიანო და პოლიციაში განაცხადა და ამ გოგოს დააწერინეს რომ ვითომ და პირობითი მისცეს ხო იმიტომ რომ სიმართლეს ვინც ვამბობთ იმათ გვიჭერენ და იმას სიმართლეს რა უნდა და ეხლა იქ სადღმე სათვალთვალო კამერა ხო იქნებოდა და ბავშვმა მიუთითა დამზდარი იყო და ეთქვა აი ესენია ბავშვმა მიუთითა რომ აი აქ და ეს ყველაფერი რომ მიგქონდა იმასთან გაბოძესთან რომ აი ეს არის ეს გაბოძე ვინ მოგითხრიათ კაცო ვინ მომითრია და მომითრია კეთილის მყოფელებმა თან გეუბნებოდა ფული გადაიხადე და გამოუშვებთო არა ბავშვო ხო მე 1 წლის შემდეგ ხო ესე არა თვითონ ვახოც არ გამოვიდოდა იმიტომ რა სისულელია იმ ხუთ ბიჭთან ერთად მე რა მიყვირს ხუთმა მოკლა ეს ღმერთმა დაიფაროს და ხუთმა მოკლა ხო და აბასადარი აქ მკვლელობა სადა არა ვაფშე ვიძახ ხო იძახე რომ ხუთმა კრახელი ხუთივე ხო და იმიტომ უნდათ რომ აქამდე წვალობს და აქამდე უნდა პროკურატურა მონდომებულია რომ ერთ-ერთმა აიღოს თავის თავზე აქამდე გაგნიძეს ეუბნევიან გაგნიძეს იქ სადაც ზის ეხლა რომ დაიღლებით და აიღებთო თქვენ თავზეო რა და კაი აიღო ჯდომით დაიღლებით დანარჩენებს როგორ სინდიკატი კაი და ავიღე ჩემ თავზე ხო უნდა მითხრა იმაში რას გამიკეთებ ჩემ თავზე რო ავიღო და შენ ეს სიბინძურე მოგაცილო რომელიც ესე ბინძურად საზიზღრად დაალაგე შენმა ბინძურმა და ესეებოდნენ კაცო ხო და რას მთავაზობ ამაში არავინ არ მეუბნება არა გაწევიან რომ უნდა აიღოს შენ თავზე ცხოვრება უნდა აიღოს არასრულწლოვანმა თავის თავზე და რატო უნდა აიღოს ეს ბინძურად დალაგებული
ბინძურად დალაგებული, როცა წაქაძეები და ეს ჩხარტიშვილები და ესენი წაქაძე დეპუტატის ის ხო არ არის? კი, კაცო, დეპუტატის ნათესავი ძმისშვილი. წაქაძე და ეს გომელაურის იმპერიოდში გომელაურის ესე გამოვიდა ტელევიზიებიდან, რომ გომელაურთან ერთად ბიზნესი ქონია მშენებლობებში. წაქაძეს და იმ საღამოდანვე დაიწყო ამ საქმის დალაგება, ამათ სასარგებლოდ. და ჩვენები საჭირო დროს საჭირო მომენტში საჭირო ადგილზე აღმოჩნდნენ. პროკურორმა ესე თუ რომ არ აღმოჩენილიყვნენ, იტყოდნენ რომ ეგრე ახლა როცა საქმეს კერავდა ესე ბინძურად ასე აკეთებდა. ან ესე თეთრი ძაფით კაცო ყველგან ჩანს, არა? აი ზუსტად ეგ იყო მიშას ისინიც. მიშას 72 კაცი დაგვაპატიმრეს, იცი ვიღაცამ თქვა რომ მეო ვიციო რომ ეგენი შეიკრიბნენ რომ შენ ჩამოგაგდონო. აი ამაზე დაგვიჭე, იგივე საკეთებენ დღესაც, იმიტომ იგივე პროკურორებია, იგივე მოსამართლებია, იგივე ლენჩი გამომძიებლები და ჩაწყობაც ისევე ხდება. ნათქვამი აქვს რომ ამ ბავშვების წინააღმდეგ არაფერი არ აქვს. ყველაფერი თუ აქვს ამ საბურთალოელების წინააღმდეგ აქვს და საქმე იქიდან ბოლომდე მიდის რომ ამათი საქმეები და ამათი ერთი ადგილები ასუფთავონ. ხო, ნუ ჩაწყობის ამბავია და ფულის ამბავია ხა. ამბობენ რომ აქვს ზეზვას მამა ამბობდა, მაშინ მანამ დააპატიმრებდნენ რომ გვარამიას აქვს ფირიო რომ ფულს აძლევენ იმასო ნიკოლაძეს, ფულს იღებს ნიკოლაძეო. და იმასაც ამბობენ რომ მანამ ბავშვი დაასაფლავეს, მანამ დაალაგა სუსმა დედამისთანო. მანამ გააჩუმეს დედაო. მალადეც დედას. შენ თუ შენი შვილი ესე ათრიეს. თვითონ დედა ხარ და მე არ მინდა დავიჯერო რომ შვილის ამ ბედურებაზე ფული აიღო, ეს არ გაგონილი რაღაცა ახლა მართლა ბოდიში თუ არ აუღია და თუ ამას ვინმე უგონებს. აი თუ არ აუღია, მე არავის არ შეაშინეს ან რაღაცა. არა, მოვიდეს და ჩვენთან ერთად სამართალი ეძებოს მაშინ. ხო, მაგრამ ამით შეიძლება შეაშინეს, ამოგდიგავ, დაგდიგავ. კაი, კაცო. ვარიანტი მინდა თქვა რომ ხო, ნიკოლაძესთან ერთად ტევე პირველი მთელი 9 თვე კერავდა ამ საქმეს და ამ ყველაფერს რა. მეგობრებო, სამწუხაროდ ჩვენი დღევანდელი სატელევიზიო დრო ამოიწურა. არ მინდა ასეთ ნოტაზე დაგემშვიდობოთ, მინდა რომ იმედი ვიქონიოთ, ოცნებით კი არ ვიცხოვროთ, იმედით ვიქონიოთ, რომ უფალი დიდია და ჩვენ ყველა ჩვენი საქმე. ეხლა რომ დავიწყებთ ჩვენ მოძრაობას, აი ქალბატონი ირმაინაშვილის მეთაურობით და მისი გადაწყვეტილებით მოვალთ თქვენთან და დაგელაპარაკებით ყველას და გაგაგებინებთ რა გვინდა. არ გვინდა ჩვენ ომი და უბედურება, არ გვინდა ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ გვინდა კეთილდღეობა. ჩვენი ამოვწურეთ, მაგრამ ისი არ მინდა ამ ქვეყნიდან წავიდე რომ მე მომავალმა თაობამ საფლავში ჩამაფურთხოს რომ რას მიკეთებდი და რას აკეთებდიო. უნდა იყოს სამართალი პირველ რიგში, ბატონო ბიძინა თქვენ მოგმართავთ. სამართალი აღადგინეთ ამ ქვეყანაში, თორე თქვენს დაიღუპებით და ჩაითრებთ ამ ქვეყანას ჭაობში და უბედურებაში. ნამდვილად მინდა რომ სამართლიან ქვეყანაში ვიცხოვრო კაცო, თუ დავაშავე დამიჭირე, მაგრამ ჩემზე ნუ მოარგებ მე რაღაცა კოდექს რომ აუცილებლად მე დამიჭირო. არ შეიძლება ახალგაზრდების ასე გაბითურება. ესენი მომავალი თაობებია გაიგეთ ხალხო. ერთი მხარე ესე გაგვაბითურეს და მეორე მხარე რომელმაც იციან ეხლა ამ ახვლედიანებმა და ჩხარტიშვილებმა და წაქაძეებმა და ამათ სულ ყველამ ხოიციან. ყველაფერი კარგად იცის და ჩუმად არიან, კაცები არიან ეგენი. ღმერთი იყოს თქვენი შემწე, ღმერთი გვფარავდეს და ვიბრძოლოთ სიკეთისთვის და მომავლისთვის. მომავალ შეხვედრამდე კარგად გზავნდებოდეთ.